საშინელება მოხდა. მთელი ვიდეო ჩავწერე, გადავიტანე MacBook-ში და საოცრება ხმა არ ისმოდა. ანუ ეს ჩართული იყო და ჩემი ხმა არ ისმოდა. ასე რომ ამ ვიდეოს წერე ხელახლა და ჩვენი ვიდეოს თემა არის წინდებულები. ვიცი რომ გიჭირთ. ზოგიერთს გეზიზღებათ, მაგრამ მე აქ იმისთვის ხსნი ეხლა და იმისთვის წერ ამ ვიდეოს მეორედ, რომ ეს თემა გავიაზროთ. მოდი დავიწყოთ. დღევანდელი გაკვეთილის თემა არის ის თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ წინდებული in, on, at, to და into. სწორად, რომ აღარ დავუშვათ შეცდომები საუბარში და let's get started. მოგესალმებით ჩემს არხზე English with Tatia. თუ არ ყავარ გამოწერილი, გთხოვ გამოიწერე, რადგან წინ ძალიან ბევრი ინფორმაცია გელის ინგლისურთან დაკავშირებით. მე დაგეხმარები, რომ უფრო თავდაჩერებული გახდე ინგლისურად საუბარში. სივრცის თვალსაზრისით წინდებული in გვიჩვენებს შეწინდებულს, აი როდესაც რაიმე გარს არის შემოღობილი, აი პირობითად ეხლა ხო ვარ მე მისაღებ ოთახში და წარმოიდგინე სახლი და დაყავეს პატარა კვადრატებად, ხო? ის კონკრეტული ოთახები, რაც სახლს გააჩნია მისაღები საძინებელი არის შენთვის გარშემოდგმული სივრცე. როდესაც ამ კონკრეტულ სივრცეში ხარ, ანუ ვიყენებთ in წინდებულს, ეხლა მე ვარ მისაღებ ოთახში, ამიტომ მე ვამბობ, რომ ვარ I'm in the living room, ანუ ამისთვის გამოვიყენე წინდებული in, რომ ეს მე სწორად გადმომეცა ინგლისურად. I think we'll take our drinks in the living room by the fire. შეეხება დროის მხრივ წინდებული in იხმარება უფრო ფართო დროის ინტერვალზე, როგორიც არის წელი, თვე, საუკუნე, აი მაგალითად გინდა თქვა მაისში, დეკემბერში, 2020-ში, 2025-ში ხო, in May, in December, in 2020, in 2025, ასე და ასე შემდეგ. Ask me again in the morning. სულ ეს არ არის. დროის მხრივ ასევე ინწინდებული გვჭირდება დღის მონაკვეთები, რომ ვახსენოთ. აი მაგალითად მინდა ვთქვა დილას, შუა დღეს, საღამოს. აი ამის სათქმელად მჭირდება ინწინდებული და ვიღებ შემდეგ ფრაზას in the morning, in the afternoon, in the evening. ასევე როდესაც ვსაუბრობ კონკრეტულ თვეზე, როგორც ახლა ვახსენე, ანუ მაისში, დეკემბერში, ივნისში, ივლისში არ აქვს მნიშვნელობა, ინწინდებული მჭირდება და ასევე როდესაც კონკრეტულ წელზე მაქვს საუბარი, მხოლოდ წელზე და არა თარიღზე, აი 2020-ში, 1995-ში, 1121-ში და ასე შემდეგ, ხო? აი ამ შემთხვევაშიც ინწინდებული. სხვა შემთხვევაში, როგორც უკვე აღნიშნე, ის გვიჩვენებს, როდესაც რაიმე სივრცეში არის, ანუ შეწინდებულს, აი ჩანთაში, ოთახში, საძინებელში, მისაღებში, ლაგში, ქვეყანაში, ან დავიღოთ პირობითად სახლში, ხო? In the house, მაგრამ არ ვამბობთ in home. და აქვე უკვე გადავდივართ შემდეგ თემაზე, ეს არის უკვე გამონაკლისის შემთხვევა. In home არ არის სწორი არის at home და home არ არის ფიზიკური სივრცე, home ინგლისურში უფრო მეტად ასოცირდება იმ ტერიტორიასთან, იმ ადგილთან, სადაც ჩვენ თავს გვხსნობთ უსაფრთხოდ, შინაურულად გვხსნობთ, აი ჩემთვის შეიძლება ეს ტერიტორიაც ამ წამს იყოს home და ასევე იყოს home ჩემი სპორტდარბაზი, ხო? ასევე home შეიძლება იყოს ჩემთვის ადამიანი პიროვნება, ვისთანაც თავს გვხსნობ დაცულად და like I can say anyone who is close to me that you're my home. და ძალიან თბილი წინადადება სხვათა შორის ამას თუ ეტყვი. წინდებული on. მისი ლოგიკა არის ის, რომ როდესაც რაიმეს ვეხებით ზემოდან ან რაიმე პლატფორმაზე ვართ, თუმცა ეს წინდებული ყოველთვის არ უნდა ვთარგმნოთ ქართულში როგორც ზე, ანუ ესე არ უნდა დავამახსოვროთ, რომ ეს on ნიშნავს მხოლოდ ზეს, რადგან ესე არის თარგმნება ხოლმე, მაგალითად წინა ვიდეოში ჩვენ ავხსენით, რომ ტრანსპორტში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვიყენებთ on წინდებულს და ქართულში ჩვენ ვამბობთ ავტობუსში ვარ, მაგრამ თუ შენ დაიმახსოვრე, რომ წინდებული on არის ზე, ხო, დარჩები გაოგნებული, როდესაც გაიგებ, რომ ინგლისურში on the bus ამბობ და არა in the bus. ამიტომაც აი ამასაც ვიმახსოვრებ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტთან ავტობუსი მატარებელი იქნება ეს გემი თუ თვითმფრინავი, ანუ ვიყენებ წინდებულ on's და არა in. რა თქმა უნდა, ქართულში ეს ისე ვითარგმნება ჩვენი გრამატიკული წესებიდან გამომდინარე, მატარებელში, თვითმფრინავში, გემში, on წინდებული გვეჩვენებს, როდესაც რაიმეს ვეხებით ზემოდან ან რაღაც ზედაპირზე, ხო? ანუ მაგიდაზე, კედელზე, ჭერზე, on the
like on the phone, on the table, on the wall, on და ასე შემდეგ. რაც შეეხება დროის მხრივ უნწინდებული გვჭირდება ყოველთვის თარიღებთან და კვირის დღეებთან. აი მაგალითად ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვასწავლი პირველ გაკვეთილზე აი ამ წესს რომ უნწინდებული გვინდა კვირის დღეებთან და ასევე თარიღებთან და როგორ ვასწავლი ამას პრაქტიკულად. როდესაც უკვე გაკვეთილი სრულდება, ყოველთვის ვეუბნები რომ აი შევხვდებით, შემდეგ გაკვეთილი როდის გვაქვს, პირობითად ავიღოთ ხუთშაბათს გვაქვს ხო, შემდეგ გაკვეთილი. ვეუბნები რომ შენ რომ დამემშვიდობე ახლა მე ხუთშაბათამდე, უნდა მითხრა see you on Thursday. ანუ See you on Thursday. ვერ მეტყვი see you Thursday, აუცილებლად უნდა მითხრა see you on Thursday, რადგან წინდებული on გვჭირდება კვირის დღეებთან. არა მარტო ამ სიტუაციაში პირობითად გვინდა ვთქვათ რომ შაბათ შეხვედრა მაქვს on Saturday I have a meeting or შაბათს არის ჩემი დაბადების დღე. It's my birthday on Monday. შეეხება თარიღს, აი ამასაც პრაქტიკულად ვასწავლი, რადგან პირველივე გაკვეთილზე მოსწავლე სწავლობს როგორ თქვას მე დავიბადე სწორად. აი ამ მე დავიბადეს I was born-ს მოყვება ორი წინდებული ან in ან on გაჩნია რას ვიტყვი. თუ მე მარტო გეტყვი ჩემს წელს, როდის დავიბადე, ანუ რომელ წელში დავიბადე, ან რომელ თვეში დავიბადე, გამოვიყენებ in წინდებულს, ხო? I was born in December, I was born in winter, სეზონსაც თუ გეტყვი და თუ წელს ვიტყვი და ასე შემდეგ. ხოლო თუ თარიღს ვამბობ, I was born on და შემდეგ ჩემი დაბადების თარიღი. Like my sister was born on 27th March. ან ჩემი და დაიბადა 27 მარტს. My youngest sister was born on 29th January. ანუ ეს წინდებული on ჭირდება თარიღთან. My name is Megan Stewart and I was born on August 12th, 1992. რომ თქვათ, ანუ ახალ წელსშობას, აღდგომას, ანუ კონკრეტული დღე, როდესაც მაქვს მხედველობაში, ამ შემთხვევაში ვამბობ on New Year's Day, on Christmas Eve, on Easter and so on. ხოლო როდესაც პერიოდი მაქვს მხედველობაში, აი მაგალითად შობის პერიოდი, ახალი წლის პერიოდი, ამ შემთხვევაში წინა პერიოდზე მაქვს ხაზი გასმული, მაშინ ერთ წინდებულს, აი მაგრამ თუ უშუალოდ შობის ის კონკრეტული დღე მაქვს მხედველობაში on Christmas. ერთ წინდებული არის შემდეგი, რომელიც საკმაოდ გამორჩეულია, რადგან ის არ გვიჩვენებს იმას, რომ რაღაცის შიგნით ვართ, არც იმას გვიჩვენებს, რომ რაღაცის ზედაპირზე ვართ, თუმცა ამავდროულად გვეუბნება და ზუსტებით სად ვართ. ანუ ის უფრო დაახლოებით მისამართისავით არის, დაახლოებით ის უკვე გვაცდის ინფორმაციას თუ სად შეიძლება მივაგნოთ ადამიანს, ან სად შეიძლება გვიპოვონ ჩვენ. ანუ ეწინდებული არ არის რაიმე ფიზიკური სივრცე, ის უბრალოდ გამოიყენება როგორც რაიმე ფუნქციის ან ღონისძიების შემოსრულებელ წინდებულად. შენ თუ იცი რა განსხვავებაა ამ ორ წინადადებას შორის, I'm at the cinema-სა და I'm in the cinema შორის? თუ მე ვეტყვი I'm at the cinema, იმას ნიშნავს, რომ მე კინოში ვარ და ვუყურებ, ანუ ღონისძიებაზე ვარ, ფილმს ვუყურებ, ფილმის ჩვენებაზე ვარ. თუ ვიტყვი I'm in the cinema, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ მე ფიზიკურად ვიმყოფები კინოში, მაგრამ არ ვუყურებ კინოს, ანუ არ ვარ ჩვენებაზე. Okay. I'm in school. I'm at school. ამათ შორის რა განსხვავებაა? I'm in school ნიშნავს, რომ მე სკოლის მოსწავლე ვარ, ანუ სკოლაში დავდივარ, მაგალითად I'm in school so I can't do a full-time job. ანუ სკოლაში ვარ, სრულ განაკვეთზე ვერ ვიმუშავებ. ხოლო I'm at school, ეს არის ჩემი address, ანუ ლოკაცია, ანუ სკოლაში რომ ვარ ამ წამს რომ ვიმყოფები სკოლაში. კარგი. I'm in the hospital. I'm at the hospital. ამათ შორის თუ იცი რა განსხვავებაა? თუ შენ ამბობ I'm in hospital, ეს იმას ნიშნავს, რომ you are hospitalized. ანუ შენ ხარ პაციენტი და შენ იქ მკურნალობ და დროებით ხარ, წევ ხარ. ხოლო თუ ამბობ I'm at hospital, ეს იმას ნიშნავს, რომ დროებით იმყოფები ალბათ რამოდენიმე წუთით ან საათით, maybe for some examinations like blood examination or something like that. ასევე ერთ წინდებულზე ისიც უნდა აღნიშნოთ, რომ ბრიტანულ ინგლისურში ერთ წინდებული გამოიყენება weekend-თან. ანუ at the weekend ესე ამბობენ, ხოლო ამერიკულ ინგლისურში weekend-თან იყენებენ on წინდებულს, რომ თქვან weekend-ზე, ანუ შაბათ-კვირებზე, on the weekends. დროის შემთხვევაში ერთ წინდებული გამოიყენება ყოველთვის კონკრეტულ დროსთან, ანუ 7-ზე, 8-ზე, 9-ზე, ეს რომ თქვათ ინგლისურად, ამისთვის მჭირდება ყოველთვის ერთ წინდებული, ეს არ დაგავიწყდეს. At 7 a.m., at 7 p.m., at 9 p.m. I woke up at 7 a.m. და ასე შემდეგ.
როგორც უკვე ვთქვი, დილა შუადღეს საღამოს რომ თქვა, ჭირდება ინწინდებული ხომ? In the morning, in the afternoon, in the evening. თუმცა შუადღის საწყისი ეტაპი რომ ვთქვათ, like at noon, ასევე ღამე და შუაღამე, at night და at midnight. აი ესე არის სწორი ინგლისურად. მესთან მიდიხარ, ან რაიმე მიგაქვს ვინმესთან, ანუ მიმართულება ჩანს შენს წინადადებაში, აუცილებლად გამოიყენე წინდებული to. Guys, I'm so tired of saying it all the time. ესეთია მაგალითად სკოლაში სიარული, go to school, go to work. სწავლებაზე მოსვლა, come to the party. გაუგზავნე ეს იმას, send this to David, for example. მეცი მიმართულება, give it to me. დამელაპარაკე, talk to me. მიუთითებს მოძრაობის დასაწყისიდან რაღაც კონკრეტულ მიზნამდე, რომ უნდა მიაღწიოს. აი მსგავსი რამ არის ეს თუწინდებული, რომ თუწინდებული ერთის მხრივ ხალხს აბნევს და ეს იცი რატომ? ხანდახან ის ითარგმნება როგორც რომ. My God, why? მაგალითად, ინგლისურად მინდა ვთქვა, მინდა რომ ჭამო. I want to eat. ესეა სწორი. ანუ რა თქმა უნდა აქ მიმართულება არ ჩანს, ანუ აქ ის წესი რაც მე წინ გითხარი არ მოქმედებს. ეს უკვე სხვა თემა, რადგან ინგლისურში გვაქვს ინფინიტივი და გერუნდი, ანუ ზნები, რომლებსაც ყოველთვის მოყვებათ თუწინდებული და ზნები, რომლებსაც მოყვებათ ing ფორმა. ამაზეც აუცილებლად ჩავწერ ვიდეოს გპირდები. თუმცა აქვე განვიხილოთ რამოდენიმე ისეთი ზმნა, რომელსაც ყოველთვის მოყვება ხოლმე ეს თუ და ქართულში ითარგმნება როგორც რომ. She needs to study. მას ჭირდება რომ ისწავლოს. They decided to leave. მათ გადაწყვიტეს წასვლა. He forgot to call me. მას დაავიწყდა რომ დაერეკა. I'm trying to understand. ცდილობ რომ გავიგო. უბრალოდ ამ შემთხვევაში იმას ვიმახსოვრებ, რომ ზოგიერთ ზმნას უბრალოდ მოსდევს თუწინდებული და ზმნის საწყისი ფორმა და ის უბრალოდ ასექმნის მოქმედების იდეას. ხშირად მოყვება ხოლმე თუწინდებული, ეს არის want to, need to, decide to, try to, agree to, promise to, plan to, hope to, offer to, forget to, manage to, refuse to. Talk to me. He sent this to me an hour before I saw you yesterday. I still managed to get up at 5 in the morning and work for 4. არ ვიცი რამდენად გახსოვს, მაგრამ წინა ვიდეოში ასევე მე ვთქვი, რომ goes არ მოყვება თუწინდებული home-თან. Can we go home now? ეხება into წინდებულს. აი ეს into წინდებული გამოიყენება, როდესაც მოძრაობა ხდება ისეთი მიმართულებით, როცა რაიმეს შიგნით შევდივართ. აი პირობითად ის აუზში ჩახტა, she jumped into the pool. კატა პირობითად სახლში შეაბარდა. The cat ran into the house. If you want to help Shrek, run into the woods and find me a blue flower with red thorns. როდესაც მოძრაობაში ერთი სივრციდან მეორეში გადავინაცვლებ შიდა სივრცეში, ამ შემთხვევაში ვიყენებ ამ into-ს. ამ ეტაპისთვის სულ ეს იყო. იმისთვის რომ დავალება იხილო, აუცილებლად შეამოწმე ვიდეოს აღწერა, სადაც დაგხვდება მული, რომელზეც გადახვალ და იხილავ შენ საშინაო დავალებას წინდებულებთან დაკავშირებით. მადლობა ყურადღებისთვის და არ დაგავიწყდეს, რომ ინგლისურის სწავლა არ უნდა იყოს დამღლელი, ის უნდა იყოს აზრიანი და საინტერესო. აბადროებით.